ფეხბურთელები 200%-ით ხარჯებიან. ეს შედეგი ჯერ არაფერს ნიშნავს. ძალიან ცუდ პირობებში მოგვიწია ვერგების თამაში. ვარ სტადიონზე მოსვლისთვის. კომაგების ეს ეპიზოდიც დადგა დღეს ვიმყოფებით გორში, სადაც რამდენიმე წუთში დაიწყება კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე. გორის დილა ვირტუს უმასპინძლებს და იმედია, რომ პირველივე შეხვედრაში შეძლებს უპირატესობის მოპოვებას. დღეს რა თქმა უნდა ყველა გულშემატკივრობთ ქართულ კლუბს. შეხვედრის დაწყებამდე დაახლოებით 9 საათია დარჩენილი ფეხბურთელები ხურდებიან, გულშემატკივარიც უკვე სტადიონზეა. იმედია შეხვედრის დაწყებამდე გაივსება ტრიბუნები და ჩვენს რა თქმა უნდა გავიგოთ რას ფიქრობენ აქ მოსული გულშემატკივრები. რა თქმა უნდა დღევანდელ დღეს წინასწარ რო ვიწყვილ რომ დადებითად შევაფასებდი, ვფიქრობ სან მარინოს გუნდი არ არის მთლად ხელწამოსაკრავი გუნდი, მიუხედავად იმისა, ბოლო ადგილზე არის საკლუბო კოეფიციენტი, თუმცა მაინც ვფიქრობ დილა ფავორიტია, გადალახავს ამ ეტაპს, მოვიგებთ როგორც სახლში ისე გასვლაზე და ანგარიშსაც ვიტყვი, ვფიქრობ რომ დაახლოებით 3-0 მგონია დღევანდელი შედეგი. ვინაიდან მწნელი ევროტურნირების წინ შეიცვალა და სულ რაღაც 2 თამაში ჩატარება მოასწრო, მის ინტერვიუსაც მოусმინე და საკმაოდ იმედიანად იყო თვითონაც განწყობილი, აღნიშნა რომ ფეხბურთელები 200%-ით ხარჯებიან, როგორც სტადიონზე ისე მის გარეთ და ვფიქრობ გუნდურობა, ჟინი ყველაფერს წარმატებას მოგვიტანს. ძალიან კარგი. ხედავ რომ ფორმით ხარ, მაგრამ მე მაინც პატარა საჩუქარს მოგცემ. მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო. მადლობა ძალიან დიდი. იმედია გავიმარჯვებ და ასევე ვიტყოდი იმას, რომ არა მარტო გორის დილას, ზოგადად ყველა ქართულ კლუბს უსურვებ წარმატებას ევროტურნირებზე. გუშინ იბერიამ გაგვახარა, იმედია ტორპედო დააქამბექებს საქართველოში და ასევე დინამო თბილისსაც უსურვებ წარმატებას. მოლოდინი გვაქვს, რომ გაიმარჯვებს გორის დილა და შემდეგ ეტაპზე გავა. მით უმეტეს ჭირდება ქართულ ფეხბურთს რაღაც წინსვლები და გვაქვს იმედი, რომ რაღაც წინსვლა გვექნება. მეტოქეზე რა შეიძლება ითქვას? სან მარინო ახლა იმდენად არ არის ისეთი საფეხბურთო ქვეყანა, მაგრამ დღესდღეობით ყველა მისწავლა ფეხბურთის თამაში და სავარაუდოდ არ იქნება ისეთი ადვილი თამაში, მე ესე მგონია რა. უნდა იბრძოლოს გუნდმა და მოიგოს რა. ვფიქრობ უნდა მოიგოს გორის დინამო. ძალიან კარგი. აი, უფრო კარგად რო გულშემატკივროთ, ჩახს გაჩუქებთ გორის დილას. შეოფასებდი ისე რომ დაძაბულად დაიწყო მატჩი, სტუმრებ გახსნეს ანგარიში და სისმამისა დაძაბულობა სტადიონზე შეიმჩნეოდა გულშემატკივარში, თუმცა შემდეგ გორის დილის ფეხბურთელებმა ჯერ გაათანაბრეს და შემდეგ დააწინაურეს გუნდი და ამის შემდეგ სტადიონზე ბევრად უკეთესი სიმაცია შეიქმნა, უსაფრთხო განწყობა იყო და დადებითი მუსტი ტრიალებდა და იმედი გვაქვს რომ დადებითი მუსტი გაგრძელდება მეორე ტაიმშიც. თუ კიდევ დაწინაურდებიან ბიჭები უკეთესი იქნება, იმიტომ რომ შემდეგ სტუბლას მოგვიწევს თამაში და მეტი გატანილი გოლი თუ უპირატესობა იქნება თუ არა და ეს შედეგიც რაც ახლა არის ამ ეტაპისთვის საუკეთესო შედეგი. გულშემატკივრო. გორის როგორც გინდა. თამაშის დროს გულშემატკივრო უბრალოდ. გოჩუკე? ვაიმე, გაბრიელ. დიდი ხანია უნდა გორის დილას მაისურა ერთად. დამთავრდა შეხვედრა გორის დილას გამარჯვებით, რომელმაც საკმაოდ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და შეიძლება ითქვას, რომ ერთი ნაბიჯი გადადგა უკვე კონფერენს ლიგის შემდეგი ეტაპისთვის.
გილოცავთ ყველას ქართული კლუბის კიდევ ერთ გამარჯვებას ევროტურნირებზე. ახლა წავიდეთ და ვნახოთ რა სიტყვიან გამარჯვებული გუნდის წარმომადგენლები. მაქსიმალურად მოვემზადეთ ამ თამაშისთვის, ჰქონდა ბევრი გარჩევა ამ გუნდის. ვფიქრობ, კარგი თამაში ვაჩვენეთ, მაგრამ შეგვეძლო ალბათ უფრო მეტი გოლის გატანა და აქვე დამთავრება ამ დუელის. მაგრამ შემდეგი თამაშისთვის მოვემზადებით უკეთესად, რომ იქაც კარგი თამაში ვაჩვენოთ და გავიდეთ შემდეგ ეტაპზე. აქ მინდა მადლობა გადაუხადო გორელ გულშემატკივარს სტადიონზე მოსვლისთვის. პირველ რიგში გულშემატკივარს ვეთქვი, რომ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო მოსვლისთვის და გვერდში დაგვიდგნენ. რთული თამაშია, მაინც კონფერენს ლიგა არის და მარტივი თამაში არასდროს არ არის, მაგრამ თავარია გავიმარჯვეთ და შემდეგ თამაშიც ვეცდებით, რომ გავიმარჯვეთ და გავახაროთ ჩვენი გულშემატკივარი რა. საქმე ბოლომდე მისო. კი, რა თქმა უნდა. მადლობა ძალიან დიდი თქვენს მოსვლისთვის. მინდა ჩემს ფეხბურთელებს გამარჯვებისთვის მადლობა გადაუხადო. საშინაო შეხვედრის გამარჯვებით დაწყება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. გულწრფელად რომ თქვა, თამაშის ხარისხით სრულიად კმაყოფილი არ ვარ, რადგან ვიცი რომ ჩემს ფეხბურთელებს გაცილებით მეტი შეუძლიათ. თუმცა ასეთ შეხვედრებში ყველაზე მნიშვნელოვანი პირველ რიგში გამარჯვება. მას შემდეგ რაც ამ გუნდში მოვედი, ფეხბურთელები ძალიან ბევრს შრომობენ. ვიმუშავეთ თამაშის ტემპსა და ინტენსივობაზე, რაც მათთვის საკმაოდ მძიმე პროცესი იყო. სწორედ ამიტომ მათი მომდომებით კმაყოფილი ვარ. რა თქმა უნდა, ახალი ფეხბურთელები აუცილებლად დაგვეხმარებიან. ამაში დარწმუნებული ვარ. თუმცა ისინი ჯერ სრულად მზადყოფნაში არ არიან. იმედი მაქვს, რომ სან მარინოში გასამართ საპასუხო შეხვედრაში უფრო მეტი არჩევანი გვექნება. რაც შეეხება თავად შეხვედრას, თამაში ჩვენი შეცდომით დავიწყეთ. ვიცოდით, რომ მეტოქე კონტრშეტევებზე ძალიან სახიფათო იყო და ამაზე ნამუშევარიც ჰქონდა. თუმცა მიუხედავად ამისა, გოლი მაინც გავუშვით. ამის შემდეგ თამაში გავაგრძელეთ. შევძელით პირველი და მეორე გოლის გატანა, ხოლო პირველი ტაიმის დარჩენილ მონაკვეთში შეხვედრას ვაკონტროლებდით. ცდილობდით კიდევ შეგვექნა მომენტები, თუმცა შეტევებში საკმარისად ეფექტურები ვერ ვიყავით. მეორე ტაიმში თამაშში გარკვეული ცვლილებები შევიტანეთ. კარგი იყო, რომ მესამე გოლის გატანა მოვახერხეთ. ეს მნიშვნელოვანი მომენტი იყო. უფრო კონცენტრირებულები რომ ყოფილიყავით, მეტოქის დაცვაში კიდევ უფრო მეტ თავისუფალ სივრცეს ვიპოვიდით და უკეთეს შედეგსაც შევქმნიდით. ახლა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება, თუმცა ვიცით, რომ ძალიან რთული შეხვედრა გვქონდა და ასევე რთული იქნება მომდევნო კვირის საპასუხო შეხვედრაც. უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და საქმე ბოლომდე იქ მივიყვანოთ. ეს შედეგი ჯერ არაფერს ნიშნავს. საპასუხო შეხვედრაში ისე გავალთ თითქოს ანგარიში 0-0 იყოს. კვლავ გამარჯვებისთვის ვითამაშებთ და იმედი მაქვს სან მარინოშის სასურველ შედეგს მივაღწევთ. ასევე მინდა მადლობა გადაუხადო გულშემატკივრებს, რომლებიც დღეს აქ მოვიდნენ, მხარს გვიჭერდნენ და გვეხმარებოდნენ როგორც კარგ, ისე რთულ მომენტებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩვენთვის ეს შეხვედრა უკვე დამთავრებულია. დღეიდან დავიწყებთ დაშვებული შეცდომების ანალიზს. ხვალდილიდან კი კვლავ ვარჯიშს შეუდგებით. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ საპასუხო შეხვედრისთვის სრულ მზადყოფნაში ვიყოთ, რადგან ის ძალიან რთული შეხვედრა იქნება. კიდევ ერთხელ გილოცავთ გორის დილას გულშემატკივრებს ან მნიშვნელოვან გამარჯვებას. რას ფიქრობთ, რა შედეგით დამთავრდება ამ გუნდების განმეორებითი შეხვედრა 16 ივლისს? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. ახლა კი კიდევ ერთი გამარჯვება ევროტურნირებზე. ამჯერად თბილისის დინამომ სტუმრად ლუქსემბურგის მუნდორფი 2-1 დაამარცხა და კონფერენს ლიგის პირველი ეტაპი გამარჯვებით დაიწყო. დინამოელებმა ორივე გოლი პირველ ტაიმში კუთხურიდან გაიტანეს. დინამოელთა რიგებში პირველი სადებიუტო გოლი ალგასიმ ბამ გაიტანა. ორ ბურთამდე უპირატესობა კი მათე ვაცაძემ გასწარდა. მასპინძლებმა ანგარიშის მინიმუმამდე შემცირება მეორე ტაიმში შეძლეს. თუმცა, რაც მთავარია, დინამო თბილისი სახლში ერთბურთიანი უპირატესობით ბრუნდება. შეხვედრის შემდეგ მედიასთან თბილისის დინამოს მთავარ მამწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ისაუბრა. რაც მნიშვნელოვანია მას პირველი თამაში ადვილი არ არის, ვისამეც უნდა ითამაშოთ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცუდ პირობებში მოგვიწია ეს თამაში. სიცხე, მინდორიც არ იყო ისეთი, რომ სემათური და კაი ვებოდი გეთამაშა, მაგრამ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ პირველ ტაიმში ეგრევე დაწყებიდან 10 წუთში 2 გოლი გავიტანეთ და ამ შედეგით რა თქმა უნდა ძალიან კმაყოფილები ვარ. შეიძლება თამაში იმდენად არ ვარ კმაყოფილები, მაგრამ ამ ეტაპზე ახლა პირველი თამაში იყო, მნიშვნელოვანი იყო, რომ თამაში მოგვიგო და ჩვენ ეს მოახერხეთ გასვლაზე. ახლა ერთ კვირაში უკვე თბილისია თამაში და ეს იმედია, რომ
ამ თამაშს ბოლომდე მივიყვანთ. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების განმეორებითი შეხვედრა თბილისში 16 ივლისს გაიმართება. ამ შემთხვევაშიც, რას ფიქრობთ, რა შედეგით დამთავრდება ეს დაპირისპირება? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. ბოლოს კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული კლუბებისთვის ევროტურნირები კარგად დაიწყო, რადგან 4-დან 3 გამარჯვება მოახერხა. სამწუხაროა მხოლოდ ის ფაქტი, რომ ამ 4 შეხვედრიდან 2 ქართული ტელევიზიებით არ გაშუხდა. ეს მდგომარეობა კი ქართული საკლუბო ფეხბურთის განვითარებას ხელს უშლის. იმედია, რომ წელს ეს მდგომარეობა შეიცვლება. ქართული კლუბები ევროტურნირებზე წარმატებას მიაღწევენ და მათი თამაშიც ტელევიზიებისთვის მოთხოვნადი გახდება. პირველი 4 თამაშის გათვალისწინებით კი ამის თქმის საფუძველი ნამდვილად გვაქვს. ახლა კი, თუ მოგეწონათ ვიდეო, დალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარისხილაკი, რომ არ გამოგჩეთ შემდგომი საინტერესო სიახლეები.